ბატონი ბურაქის თქმით მას და მის მეუღლეს დღემდე უყვართ ერთმანეთი. ჯერა რომ შერიგდებიან. როგორი ადვოკატი ხარ? ცდილობ ყველა წვილიში არიგო, ვისაც განქორწინება სურს. სასიამოვნო გრძნობაა. სახლის დანგრევა მარტივია, მაგრამ მისი ხელახლა აშენება ძალიან რთულია ქალბატონო ესმა. თუ შეგვიძლია რომ ერთი ოჯახი მაინც გადავარჩინოთ დანგრევას, არ ფიქრობთ რომ ამისთვის ბრძოლა ღირს? ღირს. მართალი ხარ. ოჯახისთვის ყველაფერი ღირს. მითხარი, ჩვენს წყვილს რა პრობლემა აქვს? ის ბატონი საშუალო ფენის ოჯახში გაიზარდა. მისი მეუღლე ქალბატონი მელდა კი მდიდარი ოჯახის ქალიშვილი იყო. მას შემდეგ რაც ისინი დაქორწინდნენ, ბატონმა ბურაქმა მთელი დრო კარიერას დაუთმო. მუდმივად მუშაობდა და ცოლისთვის დრო არ რჩებოდა. კარგ დღეს გისურვებ. გმადლობ. რა ხდება? გუშინდელიდან დაძაბული მეჩვენები რამე გადარდებს? არაფერი. გამოუძინებელი ვარ და ამისბრალია. კარგი რა, ძალიან კარგად გიცნობ. ასე მარტივად ვერ მომატყუებ. ბურაქთან ხომ არ იჩხუბე? ძალიან უცნაურად იქცევა. ვეღარ ვუგებ. თითქოს ჩემმა კარიერამ ერთმანეთს დაგვაშორა. გონი ამ სიტუაციაში მას უფრო უჭირს ვიდრე შენ. კაცებს ძლიერი ქალები აშინებთ. მაგრამ მისთვის ზემოდან არასდროს გადმომიხედავს. რა გადარდებს? ბურაქს აქამდე უნდა გაეცანი. როგორი ხარ და რას წარმოადგენ? ეს თუ ვერ შეძლო რა შენი ბრალია? სამსახურს თავს ხომ არ დაანებებ? არა, რა თქმა უნდა. ნამდვილად. ბურაქი ფეხს თუ ვერ გიწყობს, თავი დაანებე. მაგრამ ძალიან მიყვარს. მასთან დაშორება არ მინდა. ჩემო კარგო. ყველა დაგანერვეულე. თუ მასთან დაშორება არ გინდა, მაშინ შეეცადე დაელაპარაკო და ყველაფერი გაარკვიოთ. ასეთი არაფერი გამიგია. შვილის გამო ჩინარმა საკუთარი თავი გაწირა. შენზე დარც არ ვაპირებ. ეს ქალი თავიდან ვერ მოვიშორე. აღარ ვიცი რა ვქნა. კუდრეთ? ღმერთო, ეს ბიჭი სად არის? დღეს სკოლაც გააცდინა. კუდრეთ? სად ხარ, შვილო? კუდრეთ. კუდრეთი სად არის? სკოლაც გააცდინა, სად წავიდა? ქალბატონო ზუჰალ, მგონი სათქმელი პირდაპირ მითხარი. სად არის კუდრეთი? ტყუილად ნუეძებ. ღამე სახლში არ გაუთევია. სანამ ჭკუას არის სწავლის აღარ შემოუშვებ. რა? ეს რას ნიშნავს თურქულ? რადგან ღამით არ მოსულა, ამის გამო საკუთარ შვილს სახლიდან აძევებ? ხო, ვაძევებ. კაც თუ არ დაემსგავსება, უფრო რადიკალურ ზომებსაც მივიღებ. უარეს სიმსახურებს. თურქულ. რა უნდა ქნას? სად შეეფარება, ამაზე იფიქრე? საერთოდ არ მაინტერესებს. წესიერად მოქცეულიყო და სახლიდან არავინ გააგდებდა. საკრედიტო ბარათის წავართვი, რაც უნდა ისქნას. ასეთი სასტიკი როგორ შეგიძლია იყო? საკუთარ შვილს უფულოდ ქუჩაში აგდებდა, გულის საერთოდ არ გტკივა. ცოტა ფული მაინც მიგეცა. ვიდრე ჯიბეში ფული ექნება, ვერ დაჭკვიანდება. გაჭირვება არასდროს უნახავს. ცოტა დაიტანჯოს და ჭკუას ისწავლის. კუდრეთ, სად უნდა წასულიყარ? ნეტავს სად ხარ? კარგი რა დედა, თავი დამანებე. თავისუფლება მჭირდება. არც ერთის დანახვა არ მინდა. ჩემს თავს თვითონ მივხედავ. ჩემო საწყალო გოგო, როგორ ყვარებია. მის გამო თავი გაწირე.
ჩემი შვილების ტანჯვის ყურება არ შემიძლია. მაგას მირჩევნია მოუკვდედაო. ბავშვობა დედის მონატრებაში გაატარეს. ჩემი სითბო აკვდათ. ვერ დავუშვებდი, რომ ჩემ შვილიშვილსაც იგივე ეკრძნო. საერთოდ არ ვნანო. დროის დაბრუნება რომ შეიძლებოდეს იგივეს გავაკეთებდი. კიდევ კარგი იმ უნამუსო კაცის გამო, შენ ან შენი შვილი ციხეში არ მოხვდით. რაც ეკუთვნოდა ის მიიღო. ასე არ არის? შენ არაფერზე იდარდო. ციხიდან რომ გამომიშვეს, საერთოდ არ მიხარია. რა აზრი აქვს სად ვიქნები თუ ჩემს შვილებს საკუთარ უდანაშაულობაში ვერ დავარწმუნე? ქუდრეთ, რატომ არ მპასუხობ? სად უნდა წასულიყო? მეგობართანაც არ არის. ნამდვილად გავგიჟდები. რა გავაკეთო? ბიცოლა? ხელი შეგიშალე, მშვენივრად ნებივრობდი. ბიცოლა, ქუდრეთის სახლიდან გაგდება ძალიან განვიცადე. გგონია არ ვიცი რომ გულში მის წასვლას ზეიმობ. ბიცოლა, რას ამბობ? ქუდრეთს ძმად ვთვლი. ნუ მეპასუხები. ამ ტყუილებით ვერ გამაბრუებ. მხოლოდ გულუბრყვილო თურგუც თუ დააჯერებ რომ დარდობ. 20 წელია თქვენ გამო მოსვენება დავკარგე. ისეთ ჩაგვისახლდით, თითქოს ეს სახლი თქვენ გეკუთვნოდეთ. საკმარისია. თავი დაგვანებეთ, ამოგვასუნთქეთ. შემომხედე? ამ სახლში თუ ჩემი შვილის ადგილი აღარ არის, თქვენთვის მით უმეტეს აღარ მოიძებნება. გესმის? გაიგე რაც გითხარი? ზუჰალ. გარეთ გადი. თურგუთ მე გარეთ გადი მეთქი. ბიცოლა შენის რის ხომ მეკუთვნოდა. ჯოხი შენზე გადატეხა, მაგრამ რეალურად ჩემზე ბრაზობს. ვერ გამომტყუნებ ბიძა ჩემო. ქუდრეთი ამ სახლიდან ჩემ გამო წავიდა. ბიცოლა რამდენჯერაც დამინახავს, უფრო გაბრაზდება. უმჯობესი იქნება თუ ამ სახლიდან წავალ. არა შვილო, სახლიდან წასვლაზე არც იფიქრო. აქაურობა შენს გეკუთვნის. ბიცოლა შენის სიტყვებს გულში ნუ ჩაიდებ. ბრაზი ალაპარაკებს, ვერც იაზრებს რას ამბობს. დარწმუნებული ვარ უკვე ძალიან ნანობს. ჩემს თავზე მეტად საკუთარ შვილებზე ვდარდობ. ობლად გაიზარდნენ. ჩეთინის საფეხბურთო კარიერა დასრულდა. თითქოს ეს ყველაფერი საკმარისი არ იყო. შეიძლება ხეიბარიც დარჩეს. სეჰერს რაც შეეხება, ოჯახი დაენგრა. პატარა შვილი ქუჩაში აღმოჩნდა. ესმა ჯერ კიდევ იბრძვის. ქუდრეთი კი არეულია. ძალიან რთულ სიტუაციაში ხარ, ჩემო გოგო. რომელ შვილზე უნდა იდარდო? ამდენს როგორ უძლებ არ ვიცი. ყველანაირად ვეცდები ჩემ შვილებს გვერდით დავუდგე და პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო. 20 წელი დედობას ვერ ვუწევდი. იმ დაკარგულ წლებს ვეღარ დავაბრუნებ, მაგრამ ვეცდები მომავალი მაინც გავლამაზო. თუ ღმერთი ნებას მომცემს, მინდა ჩემი ცხოვრება ბოლო ამოსუნთქვამდე შვილებთან გავატარო. მაპატიედაო, ჩემი დარდები თავზე მოგახვია. სამზარეულოში დავბრუნდები. დემეც დახმარება სჭირდება.
მოიცადე. ისედაც ამდენი სადარდებელი გაქვს. სახლში წადი, დაისვენე. მიდი. აკავრობას ჩვენ მივხედავთ. არ დაგიმალავ. ფეხზე ძლივს ვდგავარ. 1 საათი თუ დავიძინებ, მოვღუნიერდები. საღამოს მუშაობასაც შევძლებ. როგორც გინდა. თუ შეძლებ, შეგიძლია მოხვიდე, თუმცა საჭირო არ არის. გმადლობდაო. ღმერთმა ეს სიკეთით დაგიბრუნეს. ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. მიდი. ჩეთინის გამო ქმართან ურთიერთობა დამეძაბა. დედამისი და მისი პრობლემები არ მეყოფოდა. ახლა თავის ტკივილად მისი შვილი დამემატა. ნეტა ქუდრეთი სად არის, რატომ არ მპასუხობს? იმედია ჩინართან არ არის. თუ ისევ შენთანაა და არ მპასუხობს, წარედ განანებ ჩინარ. რა მოხდა ზუჰალ? ქუდრეთს ვერ ვუკავშირდები, ხომ არ გამოჩენილა? ძალიან ნერვიულობ. რატომ, რა მოხდა? რამე პრობლემა აქვს? თურგუცე გამათა. ბურეკავ და არ მპასუხობს. სახლიდან გაუგდია. თუ დაგირეკავს, მაშინ ვერ დამიკავშირდი. კარგი? ძალიან ნერვიულობ. მაშინ დელივით ნუ მოიქცევი. დაგირეკავ. თუ რამეს გავიგებ, დაგირეკავ. მეც ავნერვიულდი. კარგი. ღმერთო, ჩემ შვილს დაეხმარე. განსაცდელია არიდე. დაეხმარე. დეიდა აიშე? ქუდრეთ. მაპატია, ხელცარიელი მოვედი. თუ შესაძლებელია ცოტა ხნით შენი სტუმარი ვიქნები. წამოდი შვილო, წამოდი. მადლობა ღმერთს ჭერი გვაქვს. წამომყევი. შეგერგოთ. გმადლობთ. უღრმესი მადლობა. ყავას მწარე გემოაქვს, მაგრამ დალევა მაინც ქსიამოვნებს. ცოდვებს ხომ არხეინად ჩადიოდი, მაშინ ქსიამოვნებდა. ახლა კი სიმწარე სიმკი. ბიძია? სალია? ხელს ხომ არ გიშლი? მოდი შვილო, ხელი რატომ უნდა შემიშალო? ჯანანს ვეტყვი და ყავას მოგიმზადებს. მადლობ ბიძია, არ მინდა, ვერ დავლა. ბიცოლას სიტყვებზე ვფიქრობდი და ვეთანხმები. მართალია. ქუდრეთი ჩემ გამო სულ ტყუილად გააგდა. ასე არაა შვილო. უმიზეზოდ ნერვიულობ. ვერ ვისვენებ ბიძია. იქნება სიტუაცია როგორმე გამოვასწოროთ. ქუდრეთს დაურეკავ და ვეტყვი დაბრუნდეს. კარგი? შვილო. ეს თემა დახურულია. ქუდრეთი თავის თავს მიხედავს. შენ სექიმს ვესაუბრე. საზღვარგარეთ მყოფ საუკეთესო პროფესორს დაუკავშირდა. შენ გამო თურქეთში ჩამოვა. იმედი მაქვს ძველებურად ენერგიული და ყოჩაღი იქნები. მადლობ ბიძია. ღმერთმა ქნას. ამათ შეხედე. ხედან და საუბრობენ. არ გწვენია თურგუთ. შენი შვილი სადაა კაცმა არ იცის, ტელეფონზე არ პასუხობს. ვინ იცის რა უჭირს? შენ კი ამ ბიჭზე დარდობ.
მოდი, დაჯექი შვილო. არ მიწყინო, ავეჯი ცოტა ძველია, კომფორტული არ არის. ჯერჯერობით ახლის ყიდვა ვერ მოვახერხე. არა, კომფორტულად ვარ. დაჯექი. რა დროს დაჯდომაა შვილო? ალბათ გშია. ახლა ვერამეს მოგიმზადებ და დაგაპურებ. დეიდა აიშე დამშვიდი. არ მშია. შიერი რომ ციყო, მაინც არ იტყოდი. ძახა, მზად არაფერი მაქვს, მაგრამ უცებ ვიფუსფუსებ და მოვამზადებ. მანამდე დაისვენე. მოდი დაჯექი. არ მინდა შეგაწუხო. საჩქარო არ არის. შეგვიძლია უბრალოდ კვერცხი შევწვათ. ასე თუ იზრუნებ და შეგაწუხებ, აქ დიდხანს ვერ დავრჩები. თავს უხერხულად ვიგრძნობ. სტუმარის სახლის პირობებს უნდა მოერგოს და არა პირიქით. კარგი. როგორც გინდა. მაშინ მომიყევი რა მოხდა. მოსაყოლი არაფერია. მამასთან ვიკამათე. კლასიკური შემთხვევაა. თურგუთ ფოირაზი ფორმაშია. იყვირებს მეკამათება. მეც თავს ვერ შევიკავებ. პასუხს გავცემ და ასე. მამა შენია შვილო. რასაც არ უნდა აკეთებდეს, ან გეუბნებოდეს, დარწმუნებული იყავი, რომ მამა შენი სიკეთისთვის აკეთებს. არც ერთი მამა შვილს გამიზნულ ტკივილს არ მიეყენებს. არ ვიცი რისთვის აკეთებს, მაგრამ ძალიან დავიღალე. მოთმინების უნარი აღარ შემრჩა. ყოველთვის მამცირებს და ჩეთინს მადარებს. ამას ვეღარ გავუძლებ. საკმარისია. ძალიან დავიღალე. შვილო. შენიც მესმის. მაგრამ მამა შენსაც გაუგე. ძმისთვის მიცემულ პირობას ასრულებს და მის შვილებს ესრუნავს. ამდენი ადამიანის მოვლა პატრონობა მარტივი საქმეა. ნერვებიც ცუდ დღეში აქვს. უნდა გაუგო. მამა საერთოდ არ იცნობდა იდა აიშე. მამასთან ვიკამათე და სახლიდან გავამაგდო. დასარჩენი ადგილი არ მაქვს. შეიძლება ცოტა ხნით შენ სახლში ვიცხოვრო. სანამ რამეს ვიპოვი და გადავალ. დამეხმარები თუ ამ პრობლემას მომიგვარებ. რა თქმა უნდა შვილო. რამდენ ხანსაც გინდა შეგიძლია დარჩე. მადლობა ღმერთს სახლი გაქვს. უღრმესი მადლობა, მაგრამ დარწმუნებული ხარ? ერთ დღეს შენც არ გამაგდო აქედან. ეგ შეუძლებელია შვილო. წლები აქ რომ დარჩე. შენზე ზრუნვა მაინც არ მომბეზრდება. მიდი ახლა დაისვენე. უცებ გებრიელს სადილს გავაკეთებ და მივირთვათ. კარგი, მე დაგეხმარები. არა შვილო, შენ დაისვენე. ამ კომპანიაში მუშაობს. მივიდეთ, გავესაუბროთ და სიმართლე გავიგოთ. გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი მოსვლა. კეთილი იყოს. ქალბატონი მერდას ნახვა გინდოდათ, მაგრამ აქ არ არის. ნაადრევად წავიდა, რით დაგეხმაროთ? ღმერთო. მაშინ წავალთ. მე ომერ ილმაზი გახლავართ. სავიზიტო ბარათს თუ გადასცემთ, ძალიან დამავალებთ. მას ასაუბარი რატომ გინდათ? გვაპატიეთ, მაგრამ სჯობს პირადად მას გავესაუბროთ. მერდანი სახლო მეგობარი ვარ. შეგიძლიათ მეც გამანდოთ, იქნებ დაგეხმაროთ. თუ ასე ახლოს ხართ, მაშინ მის მეუღლესაც უნდა იცნობდეთ. ბურაკს რამე მოუვიდა? არა. ბატონ ბურაკს განქორწინება უნდა. ვიდრე საბუთების მოწესრიგებას დავიწყებთ, ქალბატონთან შეხვედრა გვინდოდა. ეს როგორ ბურაკი და მერდა შორდებიან? დიახ, ასეა. იქნებ ეს ქორწინება გადავარჩინოთ. როგორი ურთიერთობა აქვთ? რა თქმა უნდა, ოფისში წამოგბრძანდით. წითელი წიწაკა მოგიტანე, იქნებ გიყვარს. ძალიან მიყვარს. ძეხს და კვერცხს უხდება. გინდა პომიდრიანი ომლეტი გაგიკეთო? არა, დეიდა აიშე, საკმარისია. ცოტაც კიდევ თუ შევჭამ, ალბათ გავსკდები. შეგირგოს.
ზუხალი გირეკავს. ხედავ. იქნებ უპასუხო. შენ ხმას რომ გაიგონებს დამშვიდდება. მასთან ლაპარაკი არ მინდა. მხოლოდ ის უთხარი სად რჩები და დამშვიდდება. არა, შედეიდა. იცოდე თუ ეტყვი აქედან წავალ. კარგი. არ ვეტყვი. ნუ გააციებ, მიირთვი. იცი რა დაიდა აიშე, იმ სახლში აღარ ვიცხოვრებ. მართალია უზარმაზარია, მაგრამ ამ პატარა სახლში უფრო ბედნიერი ვარ. მიხარია რომ აქ ბედნიერი ხარ. დაიდა აიშე, ამ სამყაროში ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც შემიესმის. გონი ძალიან გარისკენ რომ შემიყვარე. ვიძია, შენი ნებართვით ცოტა ხნით გარეთ გავალ. ხომ შეიძლება? მიდი შვილო, კარგი აზრია. ცოტა ჰაერზე გაისეირნე. მძღოლს უთხარი და სადაც მოისურვებ წაგიყვანს. არა ვიძია, ცოტა ხნით მარტო დარჩენა და ფიქრი მინდა. კარგი, როგორც გინდა. შეხვედრამდე. უკვე გვიანია. ქუდრეთ. შვილო, სამსახურში უნდა წავიდე. სახლში მარტო რომ დაგტოვო, ხომ არ მიწყენ. ჯერ კიდევ გუშინ ვიფიქრე, რომ ყველაფერი დასრულდა და ჩემს შვილებს ვეღარასდროს ვნახავდი. მაგრამ დღეს შვილებიდან ერთ-ერთი დამიბრუნდა. ჩემთანაა და პატარა ბავშვივით შვიდად სძინავს. ჩემო ქუდრეთ. შვილო. ყველაზე მეტი შენთან დავაშავ. დარდობ რომ დაგთმე, ჩემო პატარა. როგორ დაიტანჩე. ხანდახან ისე მინდა სიმართლე გითხრა, მაგრამ თავს ვიკავა. სხვა გზა არ მაქვს. არ მინდოდა შენი და-ძმა უპატრონოდ დარჩენილიყვნენ. ამიტომ მსხვერპლად შეგწირა, საკუთარი ხელებით გაგასხვისა. სიმართლე რომ იცოდე, ალბათ არასდროს მაპატიებ. ამიტომ ვარ ჩუმად. და ვცდილობ ეს საიდუმლო არ გავამშხამნო. იმის იმედით ვცხოვრობ, რომ ერთ დღესაც გამიგებ შვილო. გამიგებ, რომ სხვა გზა არ მქონდა. იმედი მაქვს, სიმართლეს გაიგებ და დედა შენს ხელს არ კრავ. იმედია მაპატიებ შვილო. დეიდა აიშე. დაიძინე შვილო. სამსახურში მივდივარ და მალე დავბრუნდები. ღმერთი გფარავდეს.
შვილო, ასე რატომ მეკცევი? ჩემზე საერთოდ არ ფიქრობ. ვინ იცის ახლა სათხარ? სკოლაშიც არ მიხვედი. არც მეგობრებთან გამოჩენილ ხარ. ისიც არ ვიცი ფული გაქვს თუ არა. მამა შენმა ყველა ბარათი წაგართვა, რა უნდა ვქნა? თავი ვისთან უნდა შეაფარო? ჩინარმა ხომ არ მომატყუა. თუ მასთან მიხვედი და დამიმალა. შესაძლებელია. ამ ქალისგან ყველაფერს უნდა ველოდო. თუ ასეა და მასთან ხარ. თუ მიმალავს, სასტიკად გავუსწორდები. სასტიკად. როგორც ჩანს, ბურაქის მოთმინების ფიალა აივსო, მერდა ყოველთვის ზემოდან უყურებდა და ამცირებდა. რას ამბობთ? მართლა ამცირებდა? მერდა ჩემი ახლო მეგობარია. სრული სიმართლე რომ გითხრათ, შეიძლება ურთიერთობა გაგვიფუჭდეს. სჯობს რაც ეთით ყველაფერი მოგვიყვეთ. იქნება ამ ქორწინების გადარჩენა შევძლოთ. არ ვიცი ამ ქორწინების გადარჩენას აზრი აქვს თუ არა. მოგიყვებით, მაგრამ ძალიან გთხოვთ მერდას არ უთხრათ, რომ ეს ყველაფერი ჩემგან გაიგეთ. არი დარდოთ. ჩვენ შორის დარჩება. მერდა ძალიან მიყვარს. კარგი ადამიანია. მაგრამ ცოტა კუდაბზიკაა. საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს და ყველას ქედმაღლურად ექცევა. ბურაკი კი პირიქით. თავმდაბალი, კეთილი, ღირსეული ადამიანია. დასაწყისში ერთმანეთი ძალიან უყვარდათ, მაგრამ როგორც ჩანს, ამ ქორწინებამ მის ქედმაღლობას ვერ გაუძლო. რაც მერდამ კარიერაში დიდ წარმატებას მიაღწია, მათი ურთიერთობა კიდევ უფრო დაიძაბა. ბურაკს სულ ამცირებდა, თვლიდა, რომ აღარ შეეფერებოდა. არ მეგონა თუ საქმე განქორწინებამდე მივიდოდა. ძალიან მეწყინა. რამეს ხომ არ დაამატებდით? ალბათ დაშორება ორივესთვის სასიკეთო იქნება. გმადლობთ, რომ დრო დაგვითმეთ. და მომეცი მივხედავ. რა გითხრა? რატომ მოვიდა? არაფერი მოუყოლია? დასასვლელი არსად მაქვს. ჩემი მხოლოდ შენ გესმისო, ასე მითხრა. როგორც ჩანს, სისხლმა უყივლა. შვილები თანდათან გიბრუნდებიან, ხომ ხედავ? ღმერთი სამართლიანია. მადლობა ღმერთთაო. 20 წლის მონატრებულ შვილს ჩემს სახლში წინავს. ამაზე დიდი ბედნიერება რა უნდა იყოს? ისევ მოვიდა. ვინ იცის ამჯერად რას ხვართავს? ჩინარ. თვის გულისათვის, კუდრეთის ადგილსამყოფელი თუ იცი მითხარი. ხო, სადაცაა გავგიჟდები. უკვე ყველგან ვიყავი. სადაც შეიძლებოდა მისულიყო. ჩემ შულს რამე ხომ არ მოუვიდა, გული მისკდება. ჩემი ბოლო იმედი შენ ხარ, ჩინარ. თუ შენთან არ მოსულა, ესე იგი რაღაც მოუვიდა. ჩინარ. ხმა მოიღე. არ გინახავს? დაგირეკა? ჩემთანა. დაძინებული დავტოვე. ჩინარ. ჩინარ, როგორი ადამიანი ხარ? ხომ დაგირეკე? კუდრეთი თუ გამოჩნდება შემატყობინე მეთქი არ გითხარი? აქამდე ჩუმად რატომ იყავი? სინდის მარ შეგაწუხა? როგორ ვიტანჯებოდი, იცი? მეგონა რამე მოუვიდა. ძალიან წუხდი, ჩინარ. სამაგიეროდ შენ ხარ კარგ განწყობაზე. ურცხვად მეუბნები, ჩაძინებული დავტოვეო. დაწყნარდი ზუხალ. მომისმინე. იმდენად შოკირებული ვიყავი, რომ დარეკვა დამავიწყდა. ოჩახ. ბოდიშის მოხდასაც ხომ გააჩნია? ოჩახ.
ჩეთინ 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 ყველაფერი დასრულდა. ყველაფერი დასრულდა. აქ თუ დავრჩები დეიდა აიშე სად დაიძინებს? ზოჰალისგან და თურგუთ ჰოირაზისგან შემწეობას არასდროს ითხოვს. მაგრამ როგორც ნათესავს მათგან დახმარება ნამდვილად ეკუთვნის. არაფერი გააჩნია. როგორც იქნა გამოჩნდით, მეგონა რამე მოგივიდათ. თუ ასე დარდობდი დაგერეკა. რა ვიცი, მეგონა წუთი-წუთზე მოხვიდოდით. რაბა? როგორ ჩაიარა? ბატონი ბურაქის მეუღლეს ესაუბრეთ? რა რქვა? მერდა. ჩემო ესმა, შეგიძლია ადგილი მიუჩინო. შორდებიან? ჯერ ვერ დავაზუსტე. ისეთი მიზეზი ვერ დავინახე, რომელიც მათ განქორწინებას გამოიწვევს. ესენიც უნდა შეარიგო? თუ სწორად გავიგე. ასეა. შერიგება განვიზრახე. რამე არ მოგწონს? ყველა წყვილს თუ შევარიგებთ, ვინც განქორწინებას გადაწყვეტს, ფული როგორ უნდა ვიშოვოთ? არ მასმის. ბედნიერი ქორწინების შექმნის ბიურო ხომ არ ვართ? მეგონა ამ საკითხში ერთმანეთს უგებდით და თანამშრომლობა გამოგვდიოდა. ესე იგი შევწდი? არა, არასწორად გაიგე. რა თქმა უნდა, შენთან თანამშრომლობა მინდა. უბრალოდ გირჩევ ამ საკითხს, ამდენ დროს ნუ დაუთმობ. არ ღირს. გასაგებია. ფულს რაც შეეხება ამაზე არ იდარდო. სხვა სადაო საქმეებიდან საკმარის გამოვიმუშავებთ. თავარი ფულის რაოდენობა ხომ არაა? ჩემთვის სიკეთის გაკეთება უფრო პრიორიტეტულია. მართალი ხარ. წინა დღეებში რომ საბუთი შემომიტანეს ად არის? რომელი საბუთი? ემრეს რომ გამოვართვი.
არ ვიცი, უჯრაში ხომ არ შეინახე. სად უნდა დამედო? ეს ბავშვები როგორ აღზარდეთ ზუხა. პატარა მიზეზიც კი საკმარისია, რომ ერთმანეთს მტრად გადაეკიდონ. რამდენჯერ აგიხსენი ჩინარ. 4 ბავშვის მოვლა პატრონობა მარტივია? ყველას განსხვავებული ხასიათი აქვს. ხომ ხედავ? მხოლოდ ქუდრეთის გაკონტროლებაც კი მიჭირს. თურგუთის რისხვისგან ვერ ვიცავ. დანარჩენებსაც შეძლების დაგვარად პატიობდი რა მექნა. ღვთის გულისათვის ერთი და იგივე კითხვას ნუ მისვამ. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა ბატონო. არ არის. სადღაც აქ იქნება. ნერვიულობის გამო ვერ პოულობთ. მართალი ხარ. ზოგჯერ ადამიანს საუნჯე თვალწინ აქვს და ვერ ხედავს. თუ გასაკეთებელი აღარაფერია სახლში წავალ. მეც მივდივარ. სახლში დაგტოვებთ. კარგი, ჩანთას ავიღებ. კინაღამ დამავიწყდა. დღეს მამა შენი იყო მასული. მართლა? რატომ მოვიდა? გონი ყავის დასალევად შემოიარა. არ ვიცი, ვიდრე მოუმზადებდი წავიდა. ვერაფერი გავიგე. ალბათ გადაუდებელი საქმე გამოუჩნდა. არ ვიცი, საღამოს გკითხავ. მშვიდობიან საღამოს გესურვებთ. ნახვამდის. შენცაცევე. Deyda Ayşe, დაბრუნდი? Deyda Ayşe, ჯერ ჩაი უნდა ჩავყარო თუ წყალი ჩავასხა? Deyda Ayşe. შვილო. შენზე ძალიან ვღელავდი. მეგონა რამე მოგივიდა. ომთქვი არ ვეტყვიო. პირობა ხომ მომეცი? არავის არაფერი უთქვამს შვილო. ჩემით ვივარაუდე რომ აქ იქნებოდი. წამოდი შვილო, სახლში წავიდეთ. არა დედა, არსად არ წამოვალ. მამა ჩემის დანახვაც არ მინდა. გინდა სულ გამაგიჟო? მამა შენს ხომ იცნობ? ბრაზისგან უსებ ფეთქდება და მერე აღარაფერი ახსოვს. დედა, არ წამოვალ, უკვე გითხარე. საკმარისია ქუდრეთ, დამიჯერე, ახლავე სახლში ვბრუნდებით. შვილო, საერთოდ არ გეცადები? უშენოდ ვიტანჯები, არ გესმის? ახლა ვეწადე. არსად არ მოვდივარ. აქ დარჩენა მირჩევნია. ამ სახლში ბედნიერი ვარ, გასაგებია? Deyda Ayşe'sთან დავრჩები. ეს რას ნიშნავს შვილო? საკმარისია. აქ ბედნიერი ვარ. Deyda Ayşe ყველაფერს აკეთებს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. შობს სახლში დაბრუნდე. მამა არ გაგიბრაზდეს. არა. აქ არ დაგტოვებ. უშენოდ ფეხს არ მოვიცვლი. ამ სახლში სტუმრობა საკმარისია. დედა საკმარისია. არც მამა ჩემის და არც ჩეთინის ან ესმას ხათრით თავს არ დავხრე. ნიშნულობას ისედაც არავინ მანიჭებს. ქუდრეთ. დედა საკმარისია. ეს თემა დავხუროთ. უცხოს ნახომარ ვარ.
დეიდა აიშესთან ვრჩები. როცა მოგინდება შეგიძლია მოხვიდე. საკმარისია, დამღალე. წავალ დავისვენებ. გამომართვი. დაგჭირდებათ. არ მჭირდება. არც თქვენი სახლი არ მჭირდება და არც ეგ ფული. აიღედემეთ, წაიღედემეთ, მოიტანედემეთ. ძალიან დავიღალე. როგორც იქნა ბატონმა ჩეთინმა დარეკვა მოიფიქრა. ასე განაგრძოს. ამჯერად მე არ ვუპასუხებ. რას აკეთებ დემეთ? წუწუნებდი რომ რამდენიმე დღეა არ დაურეკავს, ახლა გირეკავს და არ პასუხობ? მიდი უპასუხე. ვკითხე რა უთხრა ექიმმა. გისმენ ჩეთინ. დემეთ. რატომ არ პასუხობდი? საქმე მქონდა. ისეთი რა საქმე მქონდა რომ ერთხელ ვერ მიპასუხე? რადგან გითხარი, ესე იგი მქონდა ჩეთინ. დემეთ. ასე ნუ მეკცევი. მეც ბევრჯერ დაგირეკე, მაგრამ არ მიპასუხე. ძალიან გაბრაზებული ვარ. ექიმთან ვიზიტის შემდეგ ჩუმად რატომ ხარ? რა მოხდა? რა მე მითხარი? რა გითხრა? ალო, ჩეთინ, გეკითხები რა მოხდა მეთქი? კარგი ამბავი არ მაქვს დემეთ. ამიტომ არ მინდოდა შენთან დალაპარაკება. რატომ? რა თქვა ექიმმა? ის ფეხი, რომელშიც პლატინა ჩამისვას, უფრო მოკლე იქნება ვიდრე მეორე ფეხი. დილით კლუბის ადვოკატები მოვიდნენ. ერთი წუთით. რას ნიშნავს უფრო მოკლე იქნება? ქუდრეთი აქ ვერ დარჩება. რამე მოიფიქრე რომ სახლში დაბრუნდეს. რა ვქნა ზუხალ? ქუდრეთი ბავშვი არ არის. ზრდასრული ადამიანია, თავისი ნებით მოვიდა. ჩემი შვილი გავაგდო? ქუდრეთი შენი შვილი არ არის. შეგახსენებ რომ წლების წინ მე მომაბარე. ასე რომ შენი შვილი აღარ უწოდო. ეს იმიტომ არ მithქვამს რომ გამებრაზებინე. ქუდრეთი უცხო გარემოში არ არის, როცა მოისურვებს შეუძლია სახლში დაბრუნდეს. არა ჩინარ. აქ ერთი წუთითაც აღარ გაჩერდება. ამას არ დაუშვებ. ახლა გესმის ჩემი არა? ხვდები რას ნიშნავს შვილთან განშორება? მიუხედავად იმისა, რომ ერთი ღამეც არ შეგიძლია შვილისგან შორს ყოფნა. მე 20 წლის განმავლობაში ყოველ ღამე ამას განვიცდიდი. 20 წელი, ზუჰა. სათქმელად მარტივია, არა? უბრალოდ წარმოიდგინე ეს რა განცდა. ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება დაუკოჭლდე, მაგრამ ყველაფერი ოპერაციაზეა დამოკიდებული. რა ხდება, რას გეუბნება? დემეთ. რაღაცას გითხავ. დემეთ. აქ ვარ. კარგი. თუ ოპერაციამ კარგად არ ჩაიარა, ანუ რომ დაუკოჭლდე, მაინც გეყვარები? ჩეთინ, კლიენტს უნდა მოვემსახურო. ახლა ვერ დაგელაპარაკები. ერთი წუთით მამინდა,ახლავე მოვალ. მოგვიანებით დაგირეკა. რას ელოდი ჩეთინ? დემეთი რას გეტყოდა? ვის სურს ცხოვრება გაატაროს კაცთან, რომელიც კოჭლია? იდიოტივით ვცდილობ დემეთისგან გარანტია მივიღო. ღმერთო დამეხმარე. გთხოვ დამეხმარე. როგორც შენი ბედია შვილებისგან შორს იცხოვრო. ისე ჩემი ბედის წერაა იმის ატანა, რაც შვილის გამო მიწევს. მართალი იყავი. დედები ყველაფერს აკეთებენ შვილებისთვის. ოღონდ ჩემი ქალიშვილი ბედნიერი იყოს. ზადვარ მთელი ცხოვრება უბედური ვიყო. სეჰერ, სუფრას არ გაშლი? მშიერი ვარ.
ქუდრეთ. გეძინა შვილო. დედა ჩემი წავიდა. წავიდა. შვილო. დედა ისე. თუ ისევ დედა ჩემის გამართლებას აპირებს, საერთოდ არაფერი თქვა. არა შვილო, არაფერს გეტყვი. კაფეში უნდა წავიდე და ვიმუშაო. თუ გშია წამოდი, რამე მიერთვი. კარგი, წამოვალ. ომერ, ისმენ მამა, კეთილი იყოს შენი მოსვლა შვილო. მადლობა. წადი ხელები დაიბანე, სუფრას ახლავე გავშლე. დღეს ოფისში ყოფილიყარ. ისე შემოვიარე, რამე ხომ არ მოხდა. არა შვილო, მაინტერესებდა როგორ იყავი. სწრაფად წამოსულხარ, იფეკი გაკურებული იყო. ჩაი მოგიმზადა და კაბინეტში რომ შემოვიდა აღარ დახვდი. ნედიმმა დამირეკა, კლიენტთან რაღაც პრობლემა ჰქონდა და ვეღარ მოვიცდიდი. გაურთხილებლად ამიტომ წამოვედი. იფეკი მიმღებში არ დამხვდა რომ მეთქვა. გადაიცი რომ ბოდის ვუხდი. არა უშავს მამა. საბუდიშო არაფერია. წამალი მაქვს დასალევი. ივახშმეთ და მერე დალიეთ. მადლობ ჩემო ვარდო. გემრიელად მიირთვი. ბიჭი ცუდად არის და მოუკიდებლად როგორ შეჯამს. ჯერ შენ მიირთვი ძვირფასო, დაგელოდები. არა, მე არ მშია. ნუ ბრაზობ. გვირდები ამიერიდან ერთხელაც აღარ გაწყენინებ. ყოჩახ თურგუთ, შენი შვილი სახლიდან გააგდე, ახლა კი ზიხარ და ტელევიზორს უყურებ. თავიდან ნუ დაიწყებ ზუჰალ. არი ნერვიულო. ფული შემოაკლდება და მაშინვე დაბრუნდება. რას აკეთებ ზუჰალ? იცი ქუდრეთი სად არის? ჩინართან, მის სახლში წავიდა. თუ უნდა ქუჩაში დარჩეს. სანამ კაცი არ გახდება ამ სახლში, ფეხს ვეღარ შემოადგამს. ხვდები რას ამბობ თურგუთ? ის შენი შვილია. შენი. რას ნიშნავს თუ უნდა ქუჩაში დარჩეს? გეუბნები რომ ჩინართან წავიდა. მის სახლში რჩება. ეს საერთოდ არ გადარდებს? თურგუთ, ღვთის გულისათვის თქვი რამე. ჩინარის შვილები 20 წელია ჩვენთან ცხოვრობენ. რატომ ღელავ იმაზე რომ შეიძლება შენმა შვილმა იქ ერთი ღამე გაატაროს? ესე იგი ასე ფიქრობ, არა? კარგი თურგუთ. ერთ სიტყვასაც აღარ ვიტყვი, სანამ ჩემი შვილი სახლში არ დაბრუნდება. გემრიელად მიირთვით. მანტი თქვენ შეუკვეთეთ? ახლა მოგართმევთ. მომეციდაო, მე წავიღებ.
გემრიელად მიირთვით. კიდევ რამეს ხომ არ ინებებთ? არა. კარგი, მესმის რომ ბედნიერი ხარ, მაგრამ ამოისუნთქე. სიცოცხლე დააფასე, ჩემო ძვირფასო. კარგად ვარ და არ ინერვიულო. თუ დავიღლები დავჭდები. დემეთიც დაასაქმე, არ მოგერიდოს. მთელი დღე აზის და ტელეფონში აქვს თავი ჩარგული. ახალგაზრდა გოგოა. არ გაუბრასდე. მალე ჩემი შვილი მოვა. დაო. შეიძლება ხორცის ბურთებით გავუმასპინძლდე. რა თქმა უნდა, ჩემო ძვირფასო. არ გწვენია, რას მეკითხები? რაც გინდა ის გააკეთე. გმადლობ. ჩემ შულს ვერავინ წამართმევს. 20 წელია ჩემ გვერდით ხარ ქუდრეთ. ჩინარს უფლებას არ მივცემ, შენი თავი წამართვას. მე დედა შენი ვარ. შენ კი ჩემი შვილი ხარ. ბატონო ჩეთინ, სუფთა ტანსაცმელი მოგიტანეთ. კარადაში შევაწყობ. ნუ შეწუხდები და მე მივხედავ. კარგი. დემეთ, შვილო, ესენი წაიღე და მეხმარე. მამი და 2 წუთი მაინც დამანებე თავი, ძალიან დავიღალე. დემეთმა დაისვენოს დაო. კლიენტებს მე მოვამსახურები. შენ სამზარეულოში წადი. გაიგონე? ქალბატონი დაიღალა. თითქოს დილიდან გაუჩერებლად მუშაობდეს. ჩვენ უფრო მეც მუშაობთ, მაგრამ 100 არ წუწუნებთ. ნეტავ რომ გათხოვდება, რას გააკეთებს? როცა საკუთარი ოჯახი ეყოლება, უფრო მოინდომებს. ჩემს ძმისშვილს კარგად ვიცნობ. მის ლექსიკონში მუშაობა არ წერია. იმაზე ოცნებობს, რომ ვინმე მოემსახურება. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გისმენთ? აიშე თეიზე? დეიდა აიშე? რა კარგია რომ მოხვედი. დაჯექი მშიერი იქნები. ხორცის ბურთები გვაქვს. ახლავე მოგართმევ. ან ჯერ წვნიანს ხომ არ მიირთმევ? წვნიანი არ მიხსენო. დიდი ხანია ხორცი არ მიჭამია. ჯერ ხორცის ბურთებს შევჭამ. კარგი. რას დალევთ? დეიდა აიშეს ვეთყვი. მადლობთ. პიტნის ლიმონათი გვაქვს. აირანი გვაქვს. კარგი, მე წყალს დავლევ. იმედი მაქვს მოგეწონება. მოიცადე დეიდა აიშე, დაგეხმარები. საოცრად გამოიყურება. ღმერთმა დაგლოცოს. ღმერთმა შეკარგოს. ჯერ ეს მიირთვი და კიდევ მოგიტან. კარგი, მადლობ. დეიდა აიშე დაისვენე. კლიენტებს მე მოვემსახურები. თუ სამზარეულოში საქმე იქნება დამიძახე. არა შვილო, გმადლობ. ამ გოგომ თავი ხომ არაფერს მიარტყა. უცებ გაახსენდა, რომ აქ სამუშაოდ მოვიდა.
დროა ფეხბურთს დავამშვიდობო. სხვა გზა არ მაქვს. ეს მაისური მე აღარ მეკუთვნის. ის ძველი ჩემპიონი აღარ ვარ. ეს მაისური ჩემი ნიჭივით ფერფლად იქცევა. ინებით. მადლობთ. ბატონო თურგუთ, გარეთ რაღაც იწვის. გახმოვანებულია მთავარ არხზე.